ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ჩვენი საერთოდ და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გაგაცნობთ ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. ასე რომ ვნახოთ რითი იყო საინტერესო 3 ნოემბერი მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენს პროგრამაში შემოგთავაზებთ. ბელა წურწუმია ახალ კლიპს გვემზადებს. ბელა წურწუმია კლიპის გადაღებას იწყებს, რომლის რეჟისორიც იქნება გია ნიკოლაძე. კლიპი შეიქმნება სიმღერაზე თეთრი ქარავანი და ეს სიმღერა ლელას ახალ ალბომშია შესული. ეს იმდენად ნამუშევარი ჩამოყალიბებული რაღაცა არის, რომ ეხლა ცალკე სხვანახატი რომ მივიდო, უკვე არც აიქში დახარ რომ მივცეთ კადრი ჩვენი გადაღებულის და რომ უთხრა აი აქიდან გამოდი ნახატი. ხო? ის იმ კადრს ისე დახატავს, რომ აი ესეთ ნახატად აქცევს რა. ეს არის რუსა მორჩილაძის სიმღერა, არანჟირების ავტორია კახა ცისკარიძე. და რეჟისორი არის გია ნიკოლაძე. თვითონ კლიპის დირექტორი არის სოსო ჯავახიშვილი. ამ წუთას მიდის მოსამზადებელი პერიოდი. დღეს შევიყრიბეთ, იმიტომ რომ განსაზღვროთ თუ რა მიმართულებებით უნდა წავიდეთ. განსაზღვროთ ობიექტები, განსაზღვროთ ტიპაჟები, ავირჩიოთ სახეობები და პრინციპში აი ვემზადებით და 3 დღეში ალბათ უკვე დავიწყებთ. რაც უფრო ახალ და ახალ სახეებთან ერთად იმიხა გია ნიკოლაძე ახალი სახე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი საშუალება მიეცემა ამ კლიპზე მუშაობისა და მე ვფიქრობ, რომ ეს კლიპი რაღაც ახალი იქნება ამ ქართულ შოუ ბიზნესში. მე ესე ვფიქრობ, შუშის პუბლიკები რო გასის ტუალეტი. რეალური შანსი გვაქვს, რომ გამოვამჟღავნოთ ის, რისი გაკეთება შეგვიძლია და აქამდე არ გავიკეთებია. და ყველანაირად ვეცდებით. და მუსიკა ხელს გვიწყობს ძალიან, შემსრულებელი, რა თქმა უნდა, ხელს გვიწყობს ძალიან და ყველაფერი ხელს გვიწყობს. წინ არაფერი არ უნდა დადგეს წესით, ეხლა და ეხლა გამოჩნდება რა, მოკლედ ვარ გივართ რამეში, ჩვენ როგორც რეჟისორები თუ არა. მომღერალი, ვინც ყვება ამას, ანუ ლელა, მოგვიყვება ჩვენ ისტორიაზე. რო თურმე არსებობს, ხო, რამოდენიმე სიყვარული ხო არსებობს, ქალს და კაცს შორის. და აი, ხო შეიძლება ჩვენ არ ვიცით ახლა ეგ, მაგრამ არა ვართ გათვითცნობიერებული, მაგრამ აი არსებობს შახის 365 ცოლის სიყვარული შახისთან, ხო? მე არ მევშინია, მაგრამ მაინც ცოტა რა, მაინც გამოუდეგარია და ეს იქნება ახალი პროექტი, რომელსაც განახორციელებენ ეს ცნობილი დუეტი, ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი და რა ვიცი, ჩემს ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი, გია ნიკოლაძე. პირველი რაღაც სამუშაო ვიზიტი ქონდა გუშინ მხატვართან, იმ ადამიანთან ძალიან მოხიბლული ვარ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო ადამიანების ჯგუფი გააკეთებს რაღაც ახალს. შეიძლება ეს რაღაცა. რომელბათ ხო არ ვიცი, აი გამინახავს ეგ საინტერესო.